მართვის მოწმობის აღება მარტივდება. ახალი ბრძანების მიხედვით გამოცდის მონაწილეებს თეორიულ ნაწილში 30 კითხვიან ტესტში 3-ის ნაცვლად 5 შეცდომის დაშვების უფლება ექნებათ. პრაქტიკულში კი მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-ის ნაცვლად 15-მდე გაიზარდა. ამასთან თუ კანდიდატი ავტომობილის დაძვრამდე მომზადებისას რაიმე წესს არასწორად შეასრულებს, გამომცდელი მას შეცდომას მაშინვე არ ჩაუთვლის. კონტროლიორების მიერ გამოწერილი ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 90%-ით გაიზარდა და $1,000,000 გადააჭარბა. ხაზინის მონაცემების მიხედვით წელს 4 თვეში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მკვეთრადაა გაზრდილი სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან მიღებული შემოსავალი. მორიგი კრიტიკული რეზოლუცია საქართველოზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მომზადებულ დოკუმენტს კენჭს ივნისში უყრიან. რეზოლუცია საქართველოში არსებული რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას ითხოვს და შეშფოთებას გამოხატავს ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის გამო. სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრები ვალია ვანიშვილი დაკრძალეს. მის პატივსაცემად მავთულ ხლარტები საქართველოს ევროკავშირის დროშებით შეამკეს. ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო 90 წლის ასაკში 18 მაისს გარდაიცვალა. აგვისტოს ომის შემდეგ ვალია ვანიშვილისა და მისი ქმრის დათა ვანიშვილის სახლის საოკუპაციო ხაზს მიღმა მოექცა, თუმცა ცოლ-ქმარმა საცხოვრებელი არ მიატოვა.